ირანის კოშმარი ეხლა რეალობად იქცა და ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როცა შეერთებულმა შტატებმა მესამე ავიამზიდი განათავსა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და თეირანზე ზეწოლა იმ დონემდე აიყვანა, როგორცაც რეჟიმი 10 წლეულები არ შეხვედრია. Ამ შაბათს 2026 წლის 25 აპრილს USS George A.U. Bush-ის ინდოეთის ოკეანეში მისვლამ კრიზისის მასშტაბი შეცვალა. ის უერთდება USS Abraham Lincoln-ს და USS Gerald Ford-ს, რითაც სამი ავიამზიდის დარტყმის ჯგუფი ყალიბდება ამერიკული ცენტრალური სარდლობის ზონაში. თავად ცენტრალურმა სარდლობამ დააფიქსირა George A.U. Bush-ი ინდოეთის ოკეანეში 2026 წლის 23 აპრილს. ეს ჩვეულებრივი გადაადგილება არ არის. ეს პირდაპირ გზავნილია ირანისთვის, რევოლუციური გვარდიისთვის და თეირანთან დაკავშირებული ნებისმიერი ძალისთვის, რომ კვლავ ცდილობს ჰორმუზის სრუტის მუქარად გამოყენებას. ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე იყო გამოწერილი, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ. სანდოობის სტანდარტით, Milson Alves News-ი. რაც მოხდა, შემდეგია. ამერიკული სამხედრო პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ავიამზიდი აერთიანებს 200-ზე მეტ თვითმფრინავს, 12 დამხმარე ხომალდს და 15,000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის მეზღვაურებსა და მომწოდებლებს. ეს არის პირველი შემთხვევა 2003 წლის შემდეგ, როდესაც სამი ამერიკული ავიამზიდი ერთდროულად მოქმედებს რეგიონში. ბოლო შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები ერთდროულად სამი ავიამზიდით მოქმედებდა და ახლო აღმოსავლეთში, იყო 2003 წელს, ოპერაცია ერაყის თავისუფლების დასაწყისში, ერაყში შეჭრის დროს. იმ დროს ავიამზიდები Abraham Lincoln-ი, Constellation-ი და Kitty Hawk-ი მოქმედებდნენ სპარსეთის ყურეში და მხარს უჭერდნენ შეტევებს სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ. 2003 წლის 19 მარტიდან 10 აპრილამდე ამ სამი ავიამზიდიდან გაშვებულმა თვითმფრინავებმა ერაყულ სამიზნეებზე 3 მილიონ ფუნტზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს, როგორც იმ დროის თეთრი სახლის ჩანაწერებში აღნიშნული. ამიტომ ამ სცენარის გამეორება ახლა ასე მნიშვნელოვანია. როდესაც ვაშინგტონი რეგიონში სამ ავიამზიდს აგროვებს, ეს ჩვეულებრივი პატრულირება არ არის. ეს არის გაფრთხილება, რომ კრიზისი სამხედრო ზეწოლის უმაღლეს დონეზე გადავიდა. Rápido, Bagdá caiu em 9 de abril. სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაინგრა და შეერთებულმა შტატებმა სამხედრო კონტროლი აიღო ერაყში. მასზე ზეწოლა იზრდებოდა, პატრულის თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ის რამდენიმე თვე იმალებოდა და მხოლოდ 2003 წლის 13 დეკემბერს დააკავეს ამერიკულმა ძალებმა ტიკრიტის მახლობლად. ამის შემდეგ მან საბოლოოდ დაკარგა ძალაუფლება. გადაეცა ახალ ერაყულ სასამართლო სისტემას, გასამართლდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და 2006 წლის 30 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს. ანუ, როდესაც ვაშინგტონმა იმ პერიოდში სამი ავიამზიდი მოიყვანა, ზეწოლა მხოლოდ მუქარის დონეზე არ დარჩენილა. ეს დასრულდა ერაყის რეჟიმის სრული დაცემით და სადამი ხელმძღვანელობიდან პატიმრად გადაიქცა. ფაქტობრივად, ვაშინგტონი ამბობს, რომ საზღვაო ბლოკადა მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ნიშნავს გემებს ზღვაში, თვითმფრინავებს ჰაერში და ძალას, რომელიც მზადაა ხანგრძლივი დროის განმავლობაში წნეხის შესანარჩუნებლად. USS George A.U. Bush-ი ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც გრძელი მარშრუტი გაიარა შეერთებული შტატებიდან და აფრიკა, კეთილი იმედის კონცხის გარშემო შემოიარა. ეხლა ის ჩნდება ასპარეზზე იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ცდილობს აიძულოს თეირანი მიიღოს შეთანხმება და შეაჩეროს რევოლუციური გვარდიის მიერ გემების, პორტებისა და ნავთობის ტერორის იარაღად გამოყენება. სწორედ აქ იღებს ირანული კოშმარი ფორმას. ამერიკული ფლოტი მუდმივ ზეწოლას უზრუნველყოფს სერიოზული ხარვეზების გარეშე. ერთი ავიამზიდი შეიძლება საჰაერო პატრულირებას ახორციელებდეს, მეორე კი მეთვალყურეობას აძლიერებდეს. მეორე შეიძლება ოპერაციას სიღრმეს აძლევდეს. ეს კომბინაცია ამცირებს სივრცეს მცირე პროვოკაციებისთვის და რევოლუციური გვარდიის თითოეულ მოძრაობას უფრო სახიფათოს ხდის. თუ ირანი ცდილობს ბლოკირება მოახდინოს მარშრუტებზე, შეიძლება დაუყოვნებლივ მიიღოს პასუხი. თუ უკან დაიხევს, სისუსტეს აჩვენებს. თუ ბლეფობს, შეიძლება გამოაშკარავდეს. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰაქსეფმა განაცხადა, რომ ამერიკული ბლოკადა იზრდება და უკვე 34 გემი გადამისამართა ოპერაციებში, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ ხომალდებზე ზეწოლას ეხება. Wall Street Journal-ის რეპორტაჟის მიხედვით, ჰაქსეფმა თქვა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ირანთან დაკავშირებულ გემებს საერთაშორისო წყლებში და ზეწოლის შემსუბუქების გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული. USS George A.U. Bush-ის ჩამოსვლაც ძალის გამოხლაც ძენებით მოლაპარაკებებს აძლიერებს. ტრამპს სურს, რომ ირანმა უფრო ასაშჩოსთვის ხელსაყრელი შეთანხმება მიიღოს. ამავე დროს ის სამხედრო ზეწოლას აფრთხილებლად ინარჩუნებს.
Washington Post-ის ინფორმაციით, ავიამზიდი ირანის ახლო წლებში მივიდა იმ დროს, როცა ტრამპი თეირანთან მოლაპარაკებების წინსვლას ითხოვდა და სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას ღიად ტოვებდა, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდა. ამ ყველაფრის ცენტრში რევოლუციური გვარდია დგას. რევოლუციური გვარდია ცდილობს კონტროლის ჩვენებას, მაგრამ სულ უფრო მეტად აღმოჩნდება ალყაში. მისი საზღვაო ძალა ჯერ კიდევ შეუძლია მცირე გემებით ინციდენტების შექმნა, გემებზე ასვლა და მუქარები. პატარა ნავებს შეუძლიათ პრობლემების შექმნა. მაგრამ სამი ავიამზიდი მთლიანად ცulis გარემოს. ეს არის განსხვავება კრიზისის გამოწვევასა და ზეწოლაზე დამყარებული ომის გაგრძელებას შორის. იუს აბრაამ ლინკოლნი მოაქვს შეტევის, მეთვალყურეობისა და მოწინავე საჰაერო ოპერაციების შესაძლებლობა. ჯერალდ არფორდი წარმოადგენს ამერიკის საზღვაო ძალების ყველაზე თანამედროვე კლასს. იუს ჯორჯ ჰეიუ ბუში ჩამოდის, რათა გააძლიეროს ძალის ყოფნა და კიდევ უფრო შეამციროს ირანის მანევრის სივრცე. ერთად ისინი აძლევენ შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას მუდმივად შეინარჩუნოს ავიაცია, ესკორტები, პატრულირება და სწრაფი რეაგირება. ეს ყოფნა ასევე გზავნის მესიჯს მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეებისთვის. სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ვაშინგტონი ცდილობს აჩვენოს, რომ ენერგორესურსების მარშრუტებს არ მიატოვებს. თეირანისთვის გზავნილია, რომ ჰორმუზის სრუტე არ დარჩება რევოლუციური გვარდიის ხელში. გლობალური ბაზრისთვის სიგნალია, რომ შეერთებული შტატები სურს შეინარჩუნოს ნავიგაცია სამხედრო დაცვის ქვეშ, თუნდაც ეს გამოიწვიოს დაძაბულობის უფრო ხანგრძლივ ფაზას. ირანისთვის ყველაზე საშიში ის არის, რომ ჰორმუზის დახურვის მუქარა ახლა თავად შეიძლება გახდეს მახე. წლების განმავლობაში რეჟიმი ამ ფრაზას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებდა. ეხლა სამი ავიამზიდის წინაშე უნდა დაამტკიცოს შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, თუ უბრალოდ ცდილობდა მსოფლიოს შეშინებას. თუ დახურვას შეეცდება, პირდაპირ დაუპირისპირდება ბევრად ძლიერ ძალას. თუ არ შეეცდება, აჩვენებს, რომ მისი მუქარა საზღვრებს აქვს. ამიტომ მესამე ავიამზიდის გამოჩენა თეირანისთვის ყველაზე ცუდ სცენარად ითვლება. რეჟიმი კარგავს გაურკვევლობის უპირატესობას. მანამდე შეეძლო დაემუქრებინა, გაეძრავებინა კატერები და დაეკრდნო გაურკვევლობას. ეხლა ყოველი მოძრაობა ბევრად უფრო ფართო ამერიკული ძალის ფარგლებში ხდება, მეთვალყურეობით, საჰაერო ძალებით და გემებით, რომლებიც მზად არიან ბლოკადის შესანარჩუნებლად. რევოლუციური გვარდია ღიად ჩანს. ბევრი ხმაური ცოტა მანევრის შესაძლებლობა. კრიზისი ასევე აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს მოლაპარაკება სურს, მაგრამ მუხლებზე დგომით არა. სწორედ ამისთვის არის ფლოტი. ის ზეწოლას ზრდის ნებისმიერ საუბრამდე. თუ ირანი უფრო მკაცრ პირობებს დათანხმდება, ვაშინგტონი იტყვის, რომ ზეწოლა მიმუშავა. თუ ირანი წინააღმდეგობას გაუწევს, შეერთებულ შტატებს უკვე ჰყავს განლაგებული ძალა. რომელი გზაც არ უნდა აერჩიონ, თეირანი ზეწოლის ქვეშ რჩება. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ USS ჯორჯ ჰეიუ ბუში ჩავიდა მყიფე ზავისა და ბლოკადის ფონზე, რომელმაც უკვე ათეულობით გემი გადაამისამართა. ალ ჯაზირამაც დააფიქსირა, რომ სამი ამერიკული ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთში პირველად 23 წლის განმავლობაში იმყოფება ირანთან ესკალაციის ფონზე. საბოლოოდ მთავარი ფაქტი მარტივია. მესამე ავიამზიდი ჩავიდა, ბლოკადა გამკაცრდა და ირანს ბლეფისთვის ნაკლები სივრცე დარჩა. თეირანის კოშმარი მხოლოდ ის არ არის, რომ ჰორიზონტზე ამერიკულ გემებს ხედავს. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ახლა ზეწოლა ნავთობს, ფულს, პრესტიჟსა და რეჟიმის აგრესიულ კონტროლს უმიზნებს. თუ რევოლუციური გვარდია წინ წავა, ძვირად დაუჯდება, თუ უკან დაიხევს, ბზარს აჩვენებს. და თუ დროის მოგება შეეცდება, შეერთებულმა შტატებმა უკვე ნათლად მიანიშნეს, რომ მზად არიან ზღვაში ძალის დემონსტრირებით და აელოდონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო Milson Alves News-ის საზოგადოებაში.